სწორედ საერთაშორისო ჩართულობა, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება მოხსნა რუსული ზეწოლის ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამის შემდეგ იქ ცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის აფხაზებს, სომხებს, რუსებს და ქართველებს მიეცემათ მეტი საშუალება გამოხატონ თავიანთი პოზიცია და ჩვენ არანაირი პრობლემა ასეთ შემთხვევაში მათი პოზიციების დასაკმაყოფილებლად არ გვექნება. ესე აყენებდნენ აფხაზები და ოსები საკითხ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრების დროს სათაური შეცვალეთ, იმიტომ რომ თქვენ გვაყენებთ, ესე ვთქვათ, უხერხო მდგომარეობაში ჩვენივე საზოგადოებების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ ამ ტიპის ორგანიზაციასთან მუშაობა გაგვიჭირდება, იმიტომ რომ თავიდანვე გვეუბნებით, რომ უნდა დაბრუნდნენ ჩვენთან. და მანამდე გზელი გზა არის გასავლელი. აქედან გამომდინარე, მეც ვთვლიდი, რომ შესაძლებელი იყო უფრო ნეიტრალური დასახელება ყოფილიყო. მაგრამ ამ ნეიტრალური დასახელების არჩევაში ხანგრძლივი დრო გავიდა და ვთვლი, რომ ეს სახელი, რომელიც ახლა არის, მთლად ბოლომდე მოქნილი ვერ არის. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო, უპრინციპო გადაწყვეტილება, რომლის ავტორი გახლავთ ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს არ გახლავთ პაატა ზაქარეიშვილის პირადი გადაწყვეტილება, ვინაიდან მე მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სახელწოდება შერიგება და თანასწორობა, რომელიც დაერქვა რეინტეგრაციის სამინისტროს, სრულიადაც არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილება.